როგორ და სად აღმოაჩინეს ეგვიპტეთთან მკვდართა წიგნი? ეგვიპტეში საქარის ძველ ეგვიპტურ სასაფლაოზე არქეოლოგებმა დედოფალ ნერაიტის სამგლოვიარო ტაძარი აღმოაჩინეს. მონუმენტი მისი ქმრის ფარაონ ტეტის პირამიდის გვერდით მდგარა. ტეტი ეგვიპტეს ძველი წელთაღრიცხვით 2300-2291 წლებში მართავდა. ტაძარი ქვით არის ნაგები. სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს აქვს ტალახის აგურით ნაგები სამი საწყობი, რომლებშიც მოთავსებულია დედოფლისა და მისი ქმრისთვის მიზღვნილი შესაწირი. პირამიდასთან ახლოს ეგვიპტელ არქეოლოგთა ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა შახტური ტიპის სამარხები, რომლებშიც ეგვიპტის მე-18-მე-19 დინასტიების დროს მცხოვრები ხალხია დაკრძალული. ეს დინასტია კი ძველი წელთაღრიცხვის 1550-1086 წლებში არსებობდა. სავარაუდოდ ეს სამარხები ფარაონ ტეტის სადიდებელი კულტის ნაწილი იყო, რომელიც ფარაონის სიკვდილის შემდეგ ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს, მისი კულტი 1000 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩა აქტიური. ხალხს მისი პირამიდის სიახლოვეს დაკრძალვა სურდა. არქეოლოგებმა შახტურ სამარხებში 50-ზე მეტი ხის სარკოფაგი და სხვადასხვა სახის ობიექტი აღმოაჩინეს. შახტურ სამარხებში აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ობიექტია 4 მეტრის სიგრძის პაპირუსი, რომელზეც მიცვალებულთა წიგნის მე-17 თავია დაწერილი. პაპირუსს მისი მფლობელის სახელით აწერია ხვაეფი. ეს სახელი აწერია ერთ-ერთ ხის სარკოფაგს და უშაფის 4 ფიგურას, რომლებიც მიცვალებულთა მსახურებს განასახიერებდნენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში. მეცნიერებს ეს ინფორმაცია ბოლომდე გაშიფრული არ აქვს და ტექსტს ამჟამადაც სწავლობენ, მაგრამ ცნობილია, რომ მე-17 თავის სხვა ასლები შეიცავს კითხვებისა და პასუხების სერიას, რომლებიც მათი რწმენით სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში ნავიგაციისთვის უნდა ყოფილიყო გამოსადეგი. ჯერ არ ვიცით, იგივე კითხვა-პასუხი წერია თუ არა მე-17 თავის ახლად აღმოჩენილ ასლშიც. შახტურ სამარხებში არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა სტელა, რომელიც მამაკაცს სახელად ხაფტაჰს და მის ცოლს მვტემვიას ეკუთვნოდა. ხაფტაჰი ფარაონის სამხედრო ეტლის ზედამხედველი ყოფილა. სტელას ზედა ნაწილში ასახულია, როგორ მიაგებს წყვილი პატივს ოსირის, მიწისქვეშეთის ძველ ეგვიპტურ ღვთაებას. ქვედა ნაწილები კი ასახავს ტახტზე მჯდომ წყვილს 6 შვილთან ერთად. მათი გოგონები სხედან და ლოტოსის ყვავილებს ყნოსავენ, ვაჟები კი ფეხს ედგანან. არქეოლოგებმა ჯერ არ იციან, რომელ ფარაონს ემსახურებოდა ხაფტაჰი. არ არის გამორიცხული ის რამზეს მეორის მსახური ყოფილიყო, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 1219-1213 წლებში ზეობდა. იმ ფარაონის, რომლის სამხედრო კამპანიებმაც ეგვიპტის იმპერიის საზღვრები ჩრდილოეთით სირიამდე განავრცო. სტელას წარწერაში ნათქვამია, რომ ხაფტაჰის ორ შვილს რამზეს მეორის ოჯახის წევრთა სახელები ჰქვიათ. ხაფტაჰის ერთი ქალიშვილის სახელია ნეფერტარი, რამზეს მეორის მთავარი ცოლის სახელი, მის ერთ-ერთ ვაჟს კი ხამ ვესეტი ჰქვია, რამზეს მეორის ერთ-ერთი ვაჟის სახელი.